Დაიწყო კვირეული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ სახალხო დიპლომატიის საკითხებში კოლინდა გრაბალ კიტაროვიჩმა გახსნეს. Რა განცხადებები გაკეთა კონფერენციაზე და რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღის განმავლობაში ნატა ქაჯაია გვეტყვის დეტალურად ნატა გისმენთ. უკრაინის ოკუპაციის შემდეგ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ეს განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ნატოს კვირეულის გახსნისას განაცხადა. Როგორც პეტრიაშვილი ამბობს, საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი და ის საუბრობს იმ გამოწვევებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც ნატოს უელსის სამიტამდე ქვეყნისთვის აღმოსავლეთნელი. დღეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ნატოს გაფართოების ტალღას, სადაც 10 ქვეყანა გახდა ნატოს წევრი. ჩვენ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს პროცესი დასრულებული არ არის, ეს პროცესი დასაჩქარებელია უკრაინის ოკუპაციის ფონზე. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესები დაჩქარდეს. მე ხორვატიის წარმომადგენელი ვარ. ჩემი ქვეყნის გზა ნატოსკენ იყო ძალიან რთული. ჩვენ გვქონდა წინააღმდეგობები, დაუშვით შეცდომები, მაგრამ მიუხედავად ამისა გავატარეთ რეფორმები, რადგან მიზანი იყო მკაფიო. ხორვატიას სურდა ნატოში ინტეგრაცია. ნატო მიესალმება საქართველოს პროგრესს, განსაკუთრებით ამ ქვეყნის წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცების საკითხებში. იმედი გვაქვს, რომ ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველო მიზანს მალე მიაღწევს. საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, აქ იმყოფებიან პოლიტოლოგები, რომლებიც კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას იმ საფრთხეებზე, რომელიც ნატოს უელსის სამიტამდე რუსეთისგან მეზობელი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი. რუსეთის იმპერია არის ძალიან გააქტიურებული, როგორც ყველამ კარგად ვიცით და ყველა ძალისხმევა უნდა განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ქვეყნის შიგნით ოპოზიციის წინააღმდეგ, იმისათვის რომ ეს შანსი არ გაუშვათ და მომავალ ნატოს სამიტზე საქართველოს აუცილებლად მიიღოს ის, რაც დამსახურებული აქვს ჩვენს ქვეყანას გაწევრიანების ამოქმედო გეგმამდე. ნატოს უელსის სამიტამდე დარჩენილ პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო იქნება მათი ხედვა ამ გამოწვევებთან გამკლავების და ასევე მნიშვნელოვანი იქნება რომ ჩვენ მათ გაუზიაროთ ჩვენი პოზიციები, ასე რომ საინტერესო დისკუსია უნდა გაიმართოს. საქართველოს გარკვეულ პროგრესს უნდა ელოდოს ნატოს სამიტისგან, რომელიც მიმდინარე წელს გაიმართება. ბევრი რა თქმა უნდა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში. ამ წუთებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე კოლინდა გრაბალი ხვდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს. ეს შეხვედრა მედიისთვის არის დახურული. თუ რა განცხადებები გაკეთდება უკვე შეხვედრის შემდეგ, ეს უკვე შეგიძლიათ თქვენს შემდეგ საინფორმაციო გამოშვებაში ნახოთ. მადლობა ნატა.